გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია ტვინის გასაღები და მეგახავართ ამ გადაცემის წამყვანი საბო ჯანაშია. ასევე წარმოგიდგენთ თორნიკე ბაღათურიას ჩემ თანაწამყვანს. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. გამარჯობა თორნიკე, მომენატრე რადგანაც ისეთი დღეები და ისეთი გადაცემები დაგვემთხვა ბოლო დროს, პატრიარქის სამწუხარო ამბის მერე არ ქონია ისეთი გადაცემა, სადაც რავი ხედავთ დაგროვილი მოქსიბრაზეც და რავი იმდენი სისულელე ხდება და იმდენი საშინელება ხდება, რომ მინდა რომ ყველაფერზე ერთიანად კარგად ვილაპარაკოთ და არ ჩერდებიან ხო? მონატრებულ მაყურებელს გავახსენოთ თავი რა ხდება და როგორ ხდება რა. ჩერდებიან ხო ეს უნამუსოები მოწოდების სიმაღლეზე არის. ტრამვირებული რადგან ვარ დღეს რაღაც პატარა შეჯახება მომივიდა და ცოტა ვერ და ვერ ვიქნები ეგეთი ომახიანი, მაგრამ ვეცდები რომ მაინც ბოლომდე კარგად წავიყვანოთ ყველაფერი. ნაკლები სიცილი ჭირდება ეხა შენ. კი და პირველი ის ხო შევეცდები. პირველი რაც თავარია და რაც რა თემითაც მინდა დავიწყოთ ჩვენი განხილვები მინდა რომ მართლა არ მჯერა რომ ზოგადად დადგა ეგეთი დროება და გვიწევს ამაზე ლაპარაკი რომ ქრისტიანობას რანაირად ებრძვიან. ვაფშე რა ხდება? ვაფშე რა არის? აბა ესე ღია და ესე ხმამაღალი ეგ არასოდეს არ ყოფილა. დღეს დღეობით რაც ხდება ეს მგონია რომ ეს დროც აჩქარებული არის უკვე იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები. ამდენი ხანი ხო ცხოვრობთ მსგავსი არაფერი არ 10 წლის წინ გაიხსენები რამე მსგავს. აი ჩვენ ხო ვართ 35 წლისები ხო? აი 35 წლის განმავლობაში შენ გაიხსენებდი, ბოლო 30 წლის განმავლობაში შენ გაიხსენებდი, სადაც ვინმე გაბედავდა რამე? მაგას გეუბნები 10 წლის აი 2015 წელს მაგალითად ვინ გაბედავდა პატრიარქზე, აი უკვე დაწყებული იყო ძალიან დაბალ ტონზე. მაგრამ ვინ გაბედა ამეშას პერიოდიც რო ავიღოთ, რა საერთოდ ჯამას ვინ გაბედავდა ესეთ რაღაც რატო იცი, იმიტომ რომ ხალხი შეში ქონდათ. რო იცოდნენ ხალხის რეაქცია რა იქნებოდა. ნელ ხო იცი აი პატარ-პატარა ესე წვეთებით. კი, პატარ-პატარა წვეთებით და იმითი რომ რავი ქრისტიანობა ცოტა იმას მოიცავს, ცოტა მომთმენი იყო, ცოტა ადამიანურობა რა ვერ გავიგე ანუ სასარგებლო მომენტი არის ეს. სასარგებლო, მაგრამ მე შენ რომ მაგალითად ვერ მოითმენ და რაღაცა უპასუხებ, მე მაგაზე აი შენ როგორი ქრისტიანი ხარ, მე მაგაზე გაჭერენ, რომ აი ეს როგორ გააკეთე და მე მინდა რომ ამ ხალხს ესე მიმართო რომ ვინც რელიგიურები არ ხართ და ზოგადად ქრისტიანები კი არა ზოგადად რამე რელიგიურები არ ხართ და აი ათეისტები ხართ თქვენთვის იყავით როგორც კი აი იმ ზღვარს გადამოცდებით და სერვიმის რელიგიას შეიჭრებით იქ უკვე მერე ნუ დაიწყებთ რომ ეს თქვენ ქრისტიანები ხარ და მამა ესე უნდა შვებოდეს და ის შენ ესე უნდა აკეთებ და ესე უნდა აკეთებ ძალიან ბევრი ფაქტია ეგეთი ერთი თავხედი არის ერთი Facebook-ზე რავი რამ გაახურა ამ ხელა კაცი არ ვიცი ნორმალური ტიპი მეგონა და ამ პატრიარქის დღეებიდან ბიჭო რომ დაიწყო რაღაც ეს ცინიკური ლაპარაკი შეყვა და როგორ განცხრომაში მეოფეშიოს როგორ ებძვიან ხა განცხრომაში არის ესენი ვიღაცები ულაიგაი რა გიღირს აი ვინ ხარ დაფიქრდი რა გიკეთებია ვინმე რომ ეს შეკითხვა დაგისვას რა უნდა უპასუხო და აი რომ მოკვდები მართლა აი რა უნდა წაიღო რა უნდა თქვან შენზე ხო ამას რო ლაპარაკობ მინიმუმ ხო 1%-იც უნდა ქონდეს იმის გაკეთებული რომ შეედარო ხო აი რავი დაუჯერებელი საზიზღ მარტო ეშმა კი იმდენ ადამიანს ჩაუსახთა რომ აი ამ ესეთ დონეზე მართლა არასდროს არ ყოფილა კი ხა აი მეოფეშიოც მაგალითად მეოფეშიო ხო დაიწყო ხა იმ დღეს გადაცემაში სტუმრად რო ვიყავით ლაპარაკო და პეტრე კოლხირო არის მეოფეშიოს რასაბრალებს იცი რომ მაგის ბრალიაო რომ მე ამერიკაში აქ წამოვედი გამომაქცია ხო ანუ კი აი რა დაიხა მეოფეში კიდე ხა ახალი პროპაგანდა რა დაიწყეს და ხა ბზობის დღეს ასწავლოს ხო მეოფეში წირვა ჩაატარა და ნუ შავი პრადოებით რომ მივიდა და მაგაზია ატეხეს ხა ახალი პროპაგანდა თვითონ ჯერ პირველად დაინახეს და მეწრუმანეები რო არიან აი ყველაფერში რო ეტყობათ რომ აი ძალიან არასწორები როან მაგაზე და როგორ ვიდეოები დაიდება იცი რომ მეოფეშიოს ეს რაღაცა ორი მანქანის ესკორტი რო არის და გვერდზე მე ანაგავში რო ადამიანები იქქებიან და ეს რა სამართალია და მივხვდი აი როგორი გაშოვებდი და ზურა ხო აქედან ისინი ესე და ეს ახე როგორ გაჭირებული ხალხი და ეს აგე როგორ მდიდრულად ცხოვრობს და ნუ აი პრიმიტიული აი ბოროტები რა ტიპიური ბოროტები და ჯაფარიძე მე ხა დღეს ვამოწმებდი და რა სტატუსი აღარ ქონდა მაგრამ გუშინ დაწერა ნახე პროსტა რა მავნებელი არის ნახე რა მეოფეშიო შავი ჯიპით მისვა სიონში და მის უკან ფეხდახფეხ აკეცილი წითელი ხალიჩა ჩემი აზრით მიწისქვეშა პარკინგია გასაკეთებელი ისე რომ ლიფტით პირდაპირ საკურთხეველში ამოვიდესო
ეხა ეს წაშალა მიხვდა ეთყობა მე რომ რაღაცა და მაგ ყველაზე საშიში რა არის იცი აი ეგრევე 1 საათი დადებული ქონა გუშინ და რაღაცა 700-მდე რაღაცა ისა აქვს რა რეაქცია ან მოწონება აი ეს ხალხია ყველაზე საშიში აი ამას ეს როგორ უნდა დაალაიქო ან გაიცინო ამას და მაქსიმუმ დაალაიქებ იცი რა შვებიან ანუ ეს ხალხი ყველაზე საშიში იმდენად საშიში კი არა ნახე იმდენად საზღარი ტიპები არიან რომ რა შვები ამას რა უნდა ელაპარაკო რა შვებია იცი ძალიან ბევრია ეხა ვითომ აი ოპოზიციურად განწყობილა რაღაცნაირი ტიპები გმირებად რომ მოგთავ იცი რა შვებიან სტატუსს წერენ კომენტარებს უთიშავენ იმიტომ რომ ყველა აგინებს ვაფშე და ვის უნდა პროსტა ჩააგდებს კომენტარს გათიშავს ეხა შენ თუ სწორი ტიპი ხარ და რაღაცას წერ ვის რატომ უნდა შეგეშინდეს შენ კომენტარზე პასუხი გეცემა ეგ ერთსა რომ ეგ აქ ყველას გაკეთებული და იმ დონეზე დაიყენეს თავი წარმოიდგინე რა რომ აი ეგრე გარბიან ეგრევე რა ანუ ის აღარ აქვს რომ ილაპარაკონ საბარო გინდა თავარი არხი აიღე ადრე გახსოვს ეს საზღერები ხო გააჩნდეს აქედან მაგრამ იქ ხო დარჩნენ აი Facebook-ებზე და აი როგორი დონეზე არიან შენ თუნდაც ხო იცი რა ნიუსები აქვს რომ აი მაყვალადეი და თურმე დღეს არეცხი რო გარეცხა წყალი გამოსვლია იმ სარეცხის მანქანა აი ამ დონეს ნიუსებზე არიან დასვლები და უკვე რო შედიხარ აი ძალიან ინტრიგნული პოსტი რო უგდებ ხო ხტები გაღვივების რაღაცის რო შედიხარ ყველა კომენტარი უკვე გინებაა რომ ფუთქვეს აზიზებ და არ მოგბეს და არ დაიღალეთ თქვენ კიდე გიჟები ავან ანუ ამაში ჩაიგდეს თავი აი მართლა მაინტერესებს მაგ მდგომარეობაში მყოფმა რამე ძალამ ვინ უნდა მოაქციოს თავისკენ ვინ უნდა დააჯეროს რამეს ან რისი იმედი აქვს აი პროსტა ვერ ხვდები საომე ზურაბიშვილის გვერდზე უნდა შეხვიდე და იქ უნდა ნახო რა ხო წერან აი რაც ქრისტიანობასაც ეხება და ერთი ვიდეო ხდება პროსტა უნდა ნახო ერთი ვიდეო მინდა რომ მაგ სადღაც უნდა გავაუქმდი Facebook-ზე ან ერთ ვიდეოს ჩავთავ ხა იაგოსას მე მგონი რამოდენიმე თვის წინა ზაფხულის ვიდეო მე მგონი ცხვირში რომ მიადეს კარგად ეს ყველაფერი გამოწვეული არის ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან. თავის დროზე ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმა მამაშალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასაყიდად. თანამშრომლებს აკეთებდა შეურაცხყოფას, რომელსაც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. აი წარმო ბინძურ პროპაგანდას რას ეძახის საპატრიარქოს ბინძურ პროპაგანდას რას ეძახის რომ ისინი შექმნეს რა ქვია სექტები შექმნეს თვითონ იყვნენ ეპისკოპოსები და ხო ვიცი რა ვინ არის სექტები ხო არა ხო რას ეძახის ბინძურ პროპაგანდას წარმოიდგინე ხა აი ესეთი ხალხი მე გამოდის და მორალს ჩვენ გუკითხავენ და რაღაცა ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ წარმოიდგინე რა დაღუპულები ვიქნებით რომ ესეთი ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს არა ანუ პირდაპირ ტიპი მაგას ასხაზ მაგრამ რა არის ეს აი ეს ჩავლილია იმედია ეგეც სისულელეს აღარავისა თავში აღარ მოიხარშება არა ეხა მე ოფისიოზე დაიწყებენ მინდა რომ ერთი რუბრიკა ჟურნალისტებზე რო გვაქვს ხოლმე მან მინდა რომ იმას ქნა რა ქვია ერთი ესეთი ისინი შემხვდა ძალიან გავერთი ეს ტეკაშ ამ საშინელ მედიებში რა ეს ფორმულა არის ყველაზე თავარი არხი უკვე აი გდია სადღაც არის და ჩაგდებული Facebook-ებში და იმებში კაც TV პირველი სიშოვი დაბალი დონის ბანძი იაფასიანი რაღაცა არის თავარი არხი აღარც არის ტელეპორტალია რაღაცა ინტერნეტ პორტალია მეორე ადგილზე ანუ სიბანძეებში ყველაზე იმენა გარყვნილი და გარეწარი საზღარი ტელევიზია არის ფორმულა რომელიც აი მართლა იმენა შმაკს ემსახურებოდა შეიძლება არა გამორიცხული ეხა მე რომ ამას ვიძახი რომ შმაკს ემსახურებოდა აი ვინმე რომ აი ცოტა ტალუტიპი რომ იქიდან ზის და ამათ მეთლეგონიე მარტო კი არ გონია რომ შმაკს ემსახურებოდა მაგრამ საერთო ჯამში მანდ მივდივართ რომ არავის ღმერთი არ გწავს მანდ ვინც ხარ ისეთ რაღაცებს აკეთებ და ის რაღაცებს ლაპარაკ აი ამ TV პირველზე ხან არის ერთი ჟურნალისტია და აი ტიპ ჟურნალისტებში ყველაზე ჩემი ფავორიტი არის ხუმზიაშვილი თუ ეს რო არის ხო იცი აი იმენა ისეთ კითხვებს სოს რომ ხო ხუმზიაშვილი თუ რაღაცა მოუწევ სათვალეებიანი რო არის არა ჭარას ტელევიზიაზე როა ხო ეგ არის ყველაზე იმენა სადა ეხა დიდი ხანი არ მომხვედრია იმიტომ რომ რაღაცა ორგანიზაცია თუ დახურეს ეგ გადაცემა თუ რაღაც ამბავია ჭარაში ტელევიზიაში ხო რეორგანიზაცია მართალი ეგ ამბავია და ქალებში აი გადაობის პონჩი გეუნები, კაი პონჩი ვიძახი, აი ცუდი გაწყობა, რავი, არ ისე შეხედა, თორ ბევრჯერ მინახავს, რომ ისეთი კაი ტიპურ კითხვებს სოს რა. დიანა ტრაპაიძე
აძრობს ხოლმე აი აი ძალიან კაი არის. მინდა რომ ის არა გაქვს იმას რომ შენ ცეხა ზვიად გამსახურდი არ იყო და მე რა პოსტა. ეგ მინდა რომ გავუსე, მაგრამ ეს არის ჩემი საყვარელი ვიდეო. იმადაც რომ მიხვდარო და ჩახარა, თავი რომ ჩახარა იმან. აბა რას ეკითხება და ხეთ ხო ეს ჯერ აკაცია ვაფშე რას პატრობს ნახე. ოპოზიციური ალიანსი რას ეფუძნება, ანუ ვინ ვართ, ხომ? სამი მთავარი პრინციპი, ეს არის პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი რა, სამშობლოს სიყვარული. ეს სამი მთავარი. ეს ჩვენ თქვენ დაიხასიათეთ თავი? დავიხასიათეთ რა. ხა, ეგრე არის ხა. პატიოსანი და მაშაძე. ესე უყურე და თქვენ ვინ დაგახასიათეთ? ანუ ვინ მართლა მიგითხრათ რომ ვინ ისტორია. ვის კონი ხარ? აი როცა პატიოსანი სიტყვა რო ახსენე მან არ შეცხაცა და თავის რო აი ჩვენ თხოვნა ერთი იდეა ერთხელ რა ვინ ვართო პრინციპი ეს არის პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი რა, სამშობლოს სიყვარული. ეს სამი მთავარი. ეს ჩვენ თქვენ დაიხასიათეთ თავი? სამივე ანტი რო არის. ეს სამივე ანტი არის, სამივე ანტი არიან მანდრასთამო. ას პატრიოტები არ არიან. ხოდა ჩერგოლეიში რა იკადრა ეგეც უნდა განახო. და კიდე რა თქვა მე ჩერგოლეიში იკადრა ეგეც უნდა განახო ერთი თვით ესაა ძალიან გადაობა სადა. ჩვენ თქვენ მშვიდობა მოგიტანეთ და ირანის ელჩი პირდაპირ სიტყვებით გვემუქრება როგორც სახელმწიფოს და ამაზე ხელისუფლება თქვენ ხომ ამტკიცებთ რომ ხელისუფლება პროირანულია რატომ ემგვემუქრება პროირანულ ხელისუფლებას ეგ საზოგადოებისთვის მუქარა იმიტომ არა თქვენ ამბობთ რომ ეს ხელისუფლება არის პროირანული და პროირანულებს რატომ ირანის რეჟიმისთვის ქართველი ეს ერთი ეხლა ცხადებული შემდეგ მის მიერ აღდგენილი დამოუკიდებლობით ჩვენ რაც არის ფუნდამენტი საქართველოს საქართველოს მე არ ვიცი არ წამიკითხავს და არ გამიგია არსად რომ ამისი ვინმე სუიერ გამსახურდიასთვის მერა კოსტაოსთვის ეროვნული ლიდერების სხვა მოძრაობის წევრებისთვის ან აქვს მაკითხვა სხადია ლეგიტიმურად არსებობ პასუხი არის ამაში ეს რომ ან რა ვიცი იგივე ვაცლავ ჰაველისთვის ეთქვა რომ არ არსებობს მსგავსი ტიპის ბრძოლაში ერთად გამსახურდია ხართ ეხა არც მერაბ კოსტავა არც ვაცლავ ჰაველი და ეგრევე მივხვდარო აი სიმართლე იმენა სუეჩია ეს ქალი აკეთებს ამას რომ ჩვენი შეგზანილი არის კელში ამოვიდა რა ხო დაიღალე ეთყობა რა არ შეუძლია დაიღალა რა ამასაც ვერ მოდის უნდა მაგრამ ვერ წამოვა ეგ არის მაგის სამსახური და ეგ უნდა კრას მაგრამ უბრალოდ აი ამ ტიპებით და ამ ტიპების ხარჯერა და დაიღალა და იმენა ხო ეთყობა ეგ ეთყობა ხო მოცემულობას ეგ უნდა და მაქსიმალურადერიდება რომ აი რაღაც არ უცხო ხო აი ვერ ეთქეს და ბოლოს მაინც ტოპკებს ურტყავს იზიანებს და კიდე ერჩევთო ზრიად ამას ელენე ხოშტარიას წერილი იყო ციხიდან თქვენი თანაპარტიელის თქვენი კოალიციის წევრის ეგ სიგარეტს რო ეწევა ხო გამასობაში ბატონო გიორგი და ეს ნახე ეს ჩვენი მაგალითი ნახე რას კადრობს ჩემი კოლეგა ამ არხის ოპერატორი ლექსო ლაშქაროვა საპატრიარქოს და მღვდლების სახელით მოკლეს მეუფე მალხას ანუ რაო თქვა ანუ მერია ცნობიერება ეს ცვეჩი ისეთი ვიდეოა მაგიტო ეს არის ჩემი ეს ოპშია სულ სხვა რაღაც ვიზახი იცი როგორი ტექსტია მე პირველად შევხვდი 35 ეს განმავლობაში ეს ტექსტი რომ ხო გესმის ანუ ხო გაიგებ და მე ხვდები რა ანუ მერია ცნობიერება ეგრევე პონტი არ არის რომ გაიგო და ხდები რაღაცას და მე ხვდები რა თქვა თუ შეიძლება ერთხელ კიდევ გავიმეორო ჩატი ხო ეს ჩემი კოლეგა ამ არხის ოპერატორი ლექსო ლაშქაროვა საპატრიარქოს და მღვდლების სახელით მოკლეს მეუფე მალხას მეუფე მალხას იქაც მეუფე და ის მეუფე უსმენს ამ ტექსტს რომ საპატრიარქოს და მეუფეების სახელით მოკლეს სახელით ვაჰ ბიჭო ეს ცხონებული ეს ბიჭი საწყალი გარდაიცვალა ვაფშე სხვა სიტუაციაში სხვა გარემოებები სხვა რაღაცი ხო ვაფშე სხვა თემა დედამიწამ რო იცთან არ წხვენიათ მაგრამ რა კაია ძალიან ანუ ესე უნდა თქვენ უნდა გეღადაოთ მეტი იმენა წინაზე სამართლინოები არის მაგრამ აი რას კადრობს ბიჭო ხალი და აი რა უნდა ვის რაში ჭირდება
არაფერში ხო ვის რაც აძლევს ეს просто ვერ ხვდები ეს მართლა ვერ ხვდები აი ვის რაც აძლევს ქრისტიანობასთან დაკავშირებით ხა წამოიღო ის ვიდეო გავუშვათ რა არის საიდან დავიწყო ლაპარაკი просто ამერია თავიდან მინდოდა ამის გაშვება просто რამხელა სამართლობა ხდება და ამაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს დუმს ჯერ იყო და LGBT ისინი გააკეთებინეს სამკლაურები დაავალდებულეს და გააკეთებინეს ფეხბურთელებს უარი ვინც ყო დააჯარიმეს და გადაასახლეს და რაღაცები შეგეუნები ეგენი უბრალოდ ძალი დააკერეს მაიკებზე რომ ვეღარ მოეწოთ და ვერაფერი ვეღარ იქნათ ანუ ყველგან ტენიან ბიჭო ვის რაში უნდა რა ჯანდაბათ უნდათ არ გვინდა ძმაო იყავი რა შენ პროპაგანდა ფეხბურთში და იმაში არ გვინდა გვიბანძე ხო ყველაფერს მაგის რაღაცი და ამ დროს ხდება ეგეთი რაღაც რომ ვინც არის ეს გეტყვით რომ ჩვენა ზვეზდა გახავთ ფეხბურთის გუნდი და UEFA-ს თასზე საგულშემატკივრად ჩვენა ზვეზდას საკუთარ სტადიონზე თამაშობდა და გულშემატკივრმა ძალიან დიდი ღვთისმშობლისა იესოს ის გააკეთეს ბანერი გამოფინეს და არაფერი თამაშდა ამის გულისთვის UEFA-მ დააჯარიმა ეს 40000 ევროთი 40000 ევროთი დააჯარიმა ჩვენა ზვეზდა და იგივე რაღაც ზუსტად ხდება გერმანიაში და რა გუნდი არის კაიზერსლაუტენის ბარიშკევს სატანა გამოსახეს იგივენაირად და თავის ცეცხლებით თავის აი კოშმარი რაღაც და არაფერი რა ეგ ოკეია და რა მე რა ჩვეულებრივი ამბავი ამას ესე ხიათ როგორ ვაკეთებთ არავინ დიდი ვინმე სერიოზული ქრისტიანი ლიდერი რატო არ იძახის ეს რაღაცებს რატო არ გამობენ ესე ბიჭო ოფიციალურად ხმამაღლა მაგას ვერ ხვდები რა და მან რა ეწერა მე იმას რა ქვია კაიზერსლაუტენს ეს ეშმაკისის ხო გამოსახეს ბანერი და რა ეწერა იცი მოგვისმინეთ ჩვენ ლუციფერო მოგვისმინეთ ჩვენ ლუციფერო აღზდექი და მიიღეთ ჩვენი სულები და იქ იმას სერბებს ეწერათ რომ ჩვენი რწმენა გამარჯვებისკენ მიგვიყვანს სხვა არაფერი და ეს შეაფასეს როგორც ეს ბანერი სპორტული ღონისძიების შეუფერებელია და UEFA-ს რეპუტაციის და მთლიანობის შალახვის არის მოხსენიებული. ეს თუ UEFA-ს სპორტული ღონისძიების შეუფერებელია და რეპუტაციის მთლიანობის შელახულს მოიხსენიეს. ის ბანერი რატო არ მოიხსენიეს? ის რატო არ დააჯარიმეს? ხო და რატო არ დააჯარიმეს? და ამაზე ხმას რატო არავინ არ იღებს ეგეთ კეცებს? მეორე პრობლემაა კიდე. მაგრამ აქ აი როგორი ხო და მაგას როგორი აი ეს ხო ნათლად ჩანს საით მიექანება მსოფლიო. კი. ამას ხო ჩვენ არ ვიგონებთ. კიდე გავაგზავნოთ. ეს ხო არის ფაქტები, ხო უბრალოდ. კიდე გავაგზავნოთ იმაზე რა, რაღაც ამ ძიმი ვიდეო კიდე მაქვს ეს მაუნებელ ჟურნალისტებზე და ამას შეხედე просто ეს მარტო მთელი ერმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ერის მოღალატე, ვინც ეს კითხვა დაწერა. და ვინც ეს კითხვა ამას გააკანა და როგორ დააშტერა, რომ ეს გააკეთებინა, უშნახ კითხვა. ინფორმაცია საქართველოს აეროპორტში, თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებ. აი მაგალითად ეს ცნობა თქვენთვის რას ნიშნავს, რას ავლენს, რას გეუბნებათ, იწვევს თუ არა შეშფოთებას და როცა საუბრობთ კონკრეტული ქვეყნების გამოყენებაზე, ტერიტორიის გამოყენებაზე, ამერიკის სასარგებლოდ ირანის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევებს გულისხმობთ. და მონიტორინგს უწევთ ამერიკის მოქმედებებს რეგიონის მასშტაბით და რეგიონის ასე ვთქვათ ჩვენი რაკეტების რადიუსის მიხედვით. მაგ ინფორმაციას უნდა მალა. ისეთი კითხვა დაუსვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავდა და პასუხი ანუ ესე გაცა რა. დიპლომატიურად. ის რა კითხვა? წარმოიდგინე ეს ვინ უწევს ამას და ვინ აკეთებინებს ამას პასუხი რატო არ მოითხოვება? მართლა ვერ ხვდები. პასუხი უნდა მოითხოვებოდეს, კი, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი მაგას. ვინ არის? აი პროსტა რამხელა რაღაცას აკეთებს, რომ ანუ ამათან აზრი არ აქვს რა იქიდანაც ანუ კარჩა არაფერს. ანუ მართლა ვითომ თავის დაშტერებით ტიპები სამშობლოს ყოველ დღე ღალატობენ. ჩვენ ეგეთი არაფერი არ მინახია რა. კი, აი ხა მე შენ განახე ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს ამათი სახე, ესენი რა საზოგადოებაა და ვისთან გვაქვს საქმე ჩვენ აგერ დათათუდაში ხედავ მომენტია და რაღაც პარალელი არის გავრებული უბრალოდ მოუსწრე. ხალხს თავისუფლება უნდა. სიტყვის თავისუფლება. რა გაქვს საქმელი ნეტავიდა თუ გაქვს თქვი შეგაცო თქვი რა გაჩვენე ღარიბების საგონო შედგებოდეს მთავრობა მუშურგლეხური უნდა იყოს მერე ის ღარიბი ზრუნებს სხვა ღარიბებისთვის ხო იზრუნებს აბა იზრუნებს შეგაიგას დიდრებიც არიან აქვთ კიდევაც თავზე გადაზდით ყველაფერი მაგრამ მაინც არ ზრუნავენ და ის შენი ღარიბი მთავრობის კაცი თუ ისშოვა რამე გააქანებს და სახლში წაიღებს სახლში. ასეა თუ ისია საშინელი აღსასრული ჯობს გაუთავებელ საშინელებას. ცარიზმი უნდა დაემხოს.
რამ შეიძლება გაუჩინოს იმედი პირველ 100,000 ადამიანს? რა 100,000 იმიტომ ახსენებ, რომ ეს არის ის ხალხი, რომელსაც ცვლილებები უნდა დღესვე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა უკვე იმისთვის, ვინ იქნება, ვინ მოკავს ეს ყვედაღებული. კითხვა აი ამ 100,000 ადამიანისთვის ესეთი მნიშვნელოვანი არ არის. ეს ზუსტ ვაფშე საერთოდ არ გვაინტერესებსო, ვინ მოვაო, მთავარი ეს ხელისუფლება წავიდესო და ზუსტად ისიც რომ იცი ცარიზმი უნდა დაიმხოს, 100,000 ცარიზმი უნდა დაიმხოს, ან და რა შედეგები მოყვება ამას ვერაცნობიერებ. აი ხა მაგალითად აი ჭკვიანი ადამიანი, ხო? რაღაცას შენი საქციელებიდან გამომდინარე ხვდები, ხო, რა შედეგები მოყვება, ხო, შენს აქციელებს რა. აი ხა მაგალითად ანუ ცურვა თუ არიცი, ღრმა წყალში არ შევა, ხო, ჭკვიანი ადამიანი. ან რაღაცა მე-10 სართულიდან რო გადმოხდე, იცი ხო რა შედეგები დასრულდება ეს. ან მანქანისტარება თუ არიცი, რულზე რო დაждე, ხვდები ხო, რითიც დასრულდება ეს ყველაფერი რა, ნუ ლოგიკური ხო, რაღაც თუ ოდნავ მაინც აზროვნებ. და ეს საზოგადოება ან ვერ აზროვნებს საერთოდ და ვერ ხვდებიან რომ მათ საქციელებს რა შედეგები შეიძლება მოყვეს. აი ხა ცარიზმი დაიმხოსო ხო, აი ორლაპარაკოს. ცარიზმა დაიმხო და რა მოიტანა კომუნიზმი ხო? და კომუნიზმმა რა პირველი რაც დაიწყეს ეკლესიების გრევა დაიწყეს. ესეც ეხა რომ გამოდის ეს დამავიწყდეს ნენსი ოლანდი თუ რაღაც ეკლასტერია რა. არა აი 100,000 კაცი ვართ რომელსაც საერთოდ არ გვაინტერესებსო ვინ ვიქნება შემდეგ ხელისუფლება მთავარია ეს ხელისუფლება წავიდესო. აი ამ ესენი როგორ არის იცი ამათ აზროვნების უფლება არ აქვს რა ამათ მაგირავთ ამათი უფროსები აზროვნებენ და ამათ რასაც ჩასძახებენ მე იმას აკეთებენ. და აი მაგ მდგომარეობაში მაგიტო ვიძახე ესენი სულ ამას ვიძახე ესენი არის მესამე სტადიის ჰიპნოზი ანუ ამათი ესენი არის მართულები აი დეგრადირებული და დაზომბებული საზოგადოება რომელიც საერთოდ ვერ ხვდება რაში არის საქმე და რა შეიძლება მოყვეს მათ საქციელებს რა ეხა ეგ როა რას ეხა ჩვენ შეიძლება რაღაცები არ მოგწონდეს ხო მაგრამ ეხა საპირწონედ ვინ დგას ხო ვინები არიან ესენი ხელისუფლებაში როგორ უნდა მოუშვათ ეხა წარმოგიდგენ ამ მდგომარეობაში ჩავარდებით ეხა არ არის ეგრე? აი, ვინ რასად მოუშვებს და შენ რა გონი ამ ესენი თვითონ არ აზროვნებენ რომ იძახიან ვერ აზროვნებენ. ესენი არიან ბოტები. ანუ სულით არიან მონატიპები. ხვდი, ანუ მაგათაზე ანახე რა არის? იმის გაგებაც არ უნდათ. იქით რა არის რა, იმიტომ რომ იქ რო გაიგონ, ეხლა რო გაასწორებინო თვალი იმაზე რომ მონა არის რა. და ანუ მე რას ვერ ხვდები ეს უგულე. აი ხა ხელა ამბავი რო არის დატრიალებული მსოფლიოში. და ამ ირანთან ომით ვინ ხეირა? ვინ ხეირობს ეხაც პროცესში ვინ ხეირობს რუსეთი ხო და ჩინეთი ხო? რუსეთი ხეირობს ეხლა. და რა ვითხარი ეხლა მაინტერესებს. სად არის ის ხალხი რა ქვია რუსეთის აგენტები არ არიან არ გამოდიან ეგენი ეხლა რუსეთს რა ხეირებენ? ტრამპი არის სწორცით ძახდნენ კრასნოვი არისო კგბ-ს აგენტია ხო ბაზრობდნენ მაგაზე ლაპარაკობდნენ და მაგრამ მე მგონი მართლა კრასნოვი არის. ხო და ერთი მიმართვა მინდა რა გავაკეთო რა კიდე რა რომ აი ხა მაგალითად აი სოფლიოში რა პროცესებიც ვითარდება და რა ამბების და აი თქვენ ვინც სადმე რამის მოსულა გინდათ და ვაფშე რამის გაკეთება გინდათ ამ ქვეყანაში აი სად არის იცი თქვენი ფასი სად არის ნულის ქვემოთ იცი რატო არის მილიონი რაღაც რო ხდება ამდენი ხალხი იხოცება და ერთმანეთის ქვეყნები ერთმანეთში ერთმანეთის სუვერენიტეტში ისე უხეშად ერევიან პრეზიდენტებს იპარავენ ყველაფერი ხდება ვაფშე ეპშტეინის ფაილები ხდება აქეთ და ბავშვების ხოცვა და გაუპატიურება და არასრულწლოვნები და ფავდედები და ეს ხმა მოუღიოთ რამეზე ამდენი ბავშვი რო იხოცება იმაში აი იმაში რა ქვია გაზაში ამდენი ბავშვი უმოწყალოთ იხოცებოდა ხმა მოუღიოთ მაგაზე ვინმე ეს ხო და აბა სად არიან ადამიანები რომელ ქრისტიანობაზე ვლაპარაკობთ რომელად ამაზე არა აქვს ბიჭო რეაქცია და იმიტომ ზომბები არის გამოვიდა ეხლა და ბოტები ეს ძაღლების თემა ანუ ჩვენ ყველას გვიყვარს ცხოველები და არავინ არ არის ცხოველთა მოძულე ადამიანი რომც იყოს ვერ ანუ ხალხში ეგეთ რაღაცას ვერ გააკეთებს და ჩუმად უნდა ქნას მაშინ ეგეთი რაღაცები ხო ყველა ერთიანობით მაგდა ძაღლის და კატაც და ისინი და ყველა ცხოველისადმი ხა ამ ქვეყანაში არავინ არ არის ეგრე განწყობილი და თუ ვინმეა კიდე განწყობილი კიდე დარწმუნებული ის ცხოველთა რაღაცა ვითომუფლებების დამცველები ბევრად ეგეთი ტიპები არიან ვიდრე მართლა ჩვეულებრივი ადამიანები და ის მე რას ვხვდები გამოვიდა და ისინი ფულს იღებენ იმაზე მე რა ბადვალიშვილის UFC-ს ისო არის ჟურნალისტი ნინა დრამა და ნინა დრამა წერს ვიდეოს რომ ქართველი ხალხი პროსტა ძაღლები ნინა დრამა წადი რაც გატასავდი შენ ქვეყანაში რა ხდება ეპშტეინის ფაილები დაგახიეს თავი და ხმა არ გიტირია და აქ ჩამოყავით ყველა მცხვირი დაგაზეთ რა აქედან და ვინ დამას აკეთებს ეგ არის ყველაზე ვრედენი ტიპი რა და ყველაზე მავნებელია ვაიმე ხა
просто რასაკეთებ ეს თამაზები მარაშვილი ეგროჟა არ არის ბიჭო თო ვითომ ცეცხლი და გაემიშნე და რაღაცა ლაივი იყო TikTok-ზე მაგ თემას განიხილავდნენ ეს იქი მიყავდათ რა მოწეული ეს ხალი რა ირმა ვიღაცა რა და პირდაპირ ჩემი თვალების წინ უსმენია იმენა ორ კითხოს დაგისვლა ტიპი ჩაერთო ვინც იქაურია იმ გორელი არის და ყველა რო პატიოსებს ეგეთი ტიპი და აი ეს კაცი ორას თითქოსო ეგრეაო რა ეს ხალი ჩართული იყო ეს ვიძე ეკითხება შენ რო ფხიზელი იყავი იმასო სამართლოში რო წაგიყვანესო პოლიციამ და საკითხათო ეს კი მე ვაფშე არა უსაუბრობ რაღაც და კაი და უცები კიდან იცოდნენ ალბათ ეხლა ამ ხალხმა მე ჩემი თვალით არაფერი მინახავს მაგრამ ბიჭო სადაც ვიღაცამ სადღაც ჩაარტყა და უცები აი გბოლი და კაი რა ზმობას გაბიცა აი რატომ უნდა გააკეთო ისედაც ისეთი ვითარება ქვეყანაში და კიდე ძაღლები დაწვა და კიდე ის ბოს და მაუნებელი ბიჭო საშინელი ხალხი რომ რამით დასზაფრონ ხალხი რამით გაამწვავონ რამით სადმე ანუ ნახე რა ცდილობენ რომ ყველანაირ ბანძ მიზეს ეპოტინებიან რომ სადაც ადამიანის აი სენსიტიურ მხარით ეგეთ მომენტი მან დაი ვაიმე ძაღლები და გავერთიანეთ მაგრამ იქ რომ მოგიყვანს იქ დაგიწყებს რომ სული კანონი და რო არის ხლა იმის ბრალია პუტინის ბრალია შემოგაპარებს მაგას გეუნება იგი და ანუ ეგ უკვე იმედენჯერ ქნეს ეხაც იგივე ძაღლების აქცია იყო ბარამიზე ძაღლების აქციაზე იმის ცოლს რა ქვია ბიჭო აქ უბარდია ცოლი იმენა აკაწერია იყო ჯანგირაშვილი გამოვიდა მომენტი იხედა და ყურადღების ცენტრში სევასებად ყოფნა და აი ჩვენ ამაზე სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს და არ უნდა იმოჩებოდეს ანუ ჯერ ანაკამდე რატო ხმას არ იღებდით ან ეხლა რატო ამოიგეთ ის ცხოველები არ დაუწვია არავის ხო ფაქტია მე ნამუსი რატო არ აგებ და რატო არ გამოდიხარ რომ ჩართავე ლაივს და მაიმე ინფორმაცია გამოდი და თქვი რომ ბოდიში ძმაო არასწორი ინფორმაცია მქონდა ხალხო დიდი ბოდიში ბავშვებს დიდი ბოდიში დაგზავნეთ და გატირეთ და განერვიულეთ ხო მაგრამ ამას რო არ შვები და ბოდიში არის მიზანი აქვს ხარ ბანძი იმიტომ რომ გონია რომ ვინმეზე მეტი ხარ ვინმეზე წიხარ ეგრეა ხო ბარამიძე რო გამოდა ძაღლის სურათს რო დადებს საყვარლის და დაიქიყვარდეს ძაღლი დაიცავი ის და უყულავა იყო ძაღლებსო პირველი აბეტონებდნენ ბიჭო კი არ წავდნენ და კლავნე კრემაციას კი არ უკეთებდნენ ბეტონებში აყოლებდნენ ცემენტს ვინ ბიჭო რა ძაღლებზე გაძე ხალხს აწებებდნენ ერთმანეთს მოლკში და იმაში ციხეებში ბიჭო კიდე დაჭერილ ხალხს და შეურაცხყოფებს აყენებდნენ ვის გძებ რა ძაღლები და რა ცხოველები თქვენ მარტო ძაღლები ხართ თქვენ ეგენი არიან შინაური ცხოველები თქვენ ხართ ძაღლები ეგრე არის კი ეს ამ ძაღლების თემას სამითი დავხურავდი რომ მინდა რომ ეს ვიდეო გავუშვათ და ამის ინტერვიუს უსმენდი გაგრას აი მაგ დროს დაშლის ამოში იმას რომ ესე რაღაცნაირად გაამოვწვიტოთ ესეთ ხეხა ცხოველები მშვიდობა გვინდა მშვიდობა რომ მინდა იმიტომ მინდა ხო და შეგო არ არის ის შოქში რო ვარდება ეხლა საქართველოს რამე ხალხი ესპანეთში მოტყდა იქ ცხოვრობს რაღაცა ხაზარაძესთან ერთად თუ რაღაცა რესტორანს ხსნისო და დავიდა რა აიგო ცო აქ ქვეყანა გადაარჩინა და ის რა ქვია ეხლა ეს ჩერგოს თაღლითობა მინდა გავაზრ რა რამე თუ ვია ილაპარაკე და ვიდეოს დაგაცნო სააკაშვილის დღეს გამოსვლა სააკაშვილის ახალი ვიზუალი პროსტა რა საშიში არის ვინ ყავდა პრეზიდენტად წარმოიდგინე გიჟი ოფიციალური მანიაკი რომელიც ეხა თავის რეალურ სახე უფრო გამოაჩინა ამ როგორ ვერ ხდებოდა როგორ ვერ ხედავდნენ ბიჭო ეგ ძალიან ღია ვინ ყავდა რას ვართ კიდე ჯერ რა წარმოიდგინე რა რეპრესიებში ვიყავით მაგრამ 9 წელი კიდე რა ვის გაუძელით ქართველებმა მე როგორც ეგ იყო იმენა იმათი კაცი და ეგ უნდა გამხარიყო პრეზიდენტი რომ გიჟი იყო არ გახდინე იმენა ეგ იყო კონკრეტულად ხო აბა რა ანუ მაგას არ გახდინე რა იგი გიჟ პრეზიდენტს არ გახდინე просто იმენა იმათი პონტი იყო და ეგ რა თქმა უნდა ეხლა просто მე მინდა რომ ეხლა რამდენი აფერისტობა და რამდენი ის გვინახავს ეხლა ჟურნალისტების მხრიდან თუ იმის თუ ამის აი და просто აი მინდა რომ მაყურებელმა კარგად დააკვირდეს ამ ვიდეოს ეს არ არის ესეთ ვიდეო აქ რომ გავუშვებთ ხო აი просто ნახე რა ადამიანი რას აკეთებს რა უყურე რა просто უსმინე იმ გადაცემაში გეღადავებიან ხო სტუმარი მაგისთვის მიდიხარ და რაღაც პარტიის რეიტინგზე მეღადავებოდნენ და 12% რო კონდეს მეთქი ახლა ჩვენ პარტიას და ამ ბედნიერი ვიქნებოდით ხო რაც აბსოლუტურად მართალია აუღიათ ეს ხოც პროპაგანდისტებს და მიუბიათ ზედ ბიძინას ვერ მოესწრებით
გავხარო 12% ქონდეს ჩვენ პარტიას და ან ბედნიერები ვიქნებოდით, რას ამბობთ? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. არა, აღარ მოხდება. აღარ მოხდება. უცნობთან გვიბაზეთ მაგათ. გადაობა ის არის რომ სრულად თუ აიღებთ ამ ბიძინას ვერ მოესწრებით და სრულ ვიდეოს მოусმენთ. ნახე უკვე აქ რა შევ. დაინახავთ რაზე აი აქ მინდა ეხლა გავამოხლო შენი ყურადღება. ეხლა ეს ხომ მიადესო ამასო მიაკერეს, ხო? სრული ის რომ მოვისმინოთო ბიძინა ივანიშვილზეო რა. რაზე იძახისო რომ ვერ მოესწრებითო, მინდა გაჩვენოთო და სანქციებზე ამბობსო რომ ვერ მოესწრებითო. და ანუ ამას ბიჭო ამედით საკეთებს და თავის მსმენელს, თავის მაყურებელს ატყუებს ბიჭო მაგას რომ შეაზიზღოს ან ცუდად განაწყოს უყურე ხან ახლა ნახე რაზე ამბობს ხო უყურე და იძახის რომ ვერ მოვესწრებით. მაინტერესებს თქვენ ხომ არიგდებთ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქონების დაყარდაღებას და სავიზოს შეზღუდვებს. თავს ხომ არიგდებთ საფრთხეში? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. ეს მოჭრილია. არა, აღარ მოხდება. ეს მოჭრა და ესენი ეხა ეს თვითონ მოჭრა და ეხა ნახე სინამდვილეში როგორ იყო, რაზე ეუნება. ამას იძახის სანქციებზე და ქონების გაყინვაზე. და როგორც ხედავთ მოვესწარით. და ზუსტად ასე მოვესწრები არა მარტო 12%-ს, არამედ 32%-აც როგორც ხა ნახე რა მოჭრა. შენ 32%. ხوار გავჩერდე და ხوار მიუშვა ნაციონალურ მოძრაობა ტაბულასთან ერთად. თავისუფალი მედიასთან ერთად და ხوار დავაბორნოთ უკან სააკაშვილი. ამას მეკითხებით, ხო? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. არა, აღარ მოხდება. ეგ აღარ მოხდება და ასად გავჩერდებით ჩვენ. ო რა? და სინამდვილეში ხდება ეს არის. და უკან ვეღარ შემოაბურე. ესეთ რაღაცეებზე უნდა იყოს კანონი, უნდა იყოს განსაზღვრული. ადამიანს თუ რაღაცას აი ესე უმახინჯებ, ეგეთ რაღაცას, აი იმიტომ რა ყველაფერი რო გაზდის, მაგის ბრალია რა. ანუ ამ ყველაფერი ხელის გულზე დევს. ტყუილზე რო აშენებ, ხა აი ამ ედითით რო ტიპებს შენ ვიღაცას შეაზიზღებ და რო ანუ ესე განაწყობ. რას შედეგს მოგინე, შეხო ტყუილზე ყავს ეგ პონტი, ხო ტყუილზე გახურებული, ხო? ეგ რო ეგრე არ აღმოჩნდება და იმ ნამდვილ ვიდეოს ნახავე. ხო შენ აღმოჩნდები, ხო მაგ იმაში რაშიც შენ გიდოს ხო ჩაგდება, ხო? ეგრეა ხო. ამაში ცხოვრობენ ხალხო, თქვენ ხართ ტყუილში, ტყუილზე აგებული, ვაფშე ძალა, ვაფშე რაც ხართ. ტრისკენ ხართ და საქართველოს არ გიყვართ. ჩვენ ეს კარგად გავიგეთ და ისიც კარგად გაიგეთ, თქვენ პატრიარქების პანაშუზე რამდენი ვართ, რამდენი ხალხი ვართ და რამდენი ქრისტიანი ვართ და რამდენი ცემთ პატივს ჩვენ პატრიარქს, მის სულს და მის დანატოვარს. ამიტომ მოდით რა ჩაიცვით და დალაგდით და სახლებში რა მართლა. ადამ ჩერგოლიში 32%-ს აიღებს საქართველოში, იმ საქართველოში მე არ 12-ი არა 12-საც ავიღებ და 32-საცო. ნუ ეგ ეხლა ხო მე მაგ საქართველოში არ ვიცხოვრებ. აი ჩერგოლიში მაგრამ არის არსებობს ეგ ხა არის არსებობს. მაგიტო ვიძახი რომ არ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ თელი ცხოვრება აქ ვაპირებ ცხოვრებას და ისე ირონიული ვიძახი ეგ თუ მოხდა მე არ ვიცხოვრებ. აი ეგ ორი ცოლქმარი რომ 32%-ს აიღებს. წარმოიდგინე რომ მართლა ასე უნდა ილაპარაკო ხალხს. წავიდეთ ნენა დასასრულისკენ. წავიდეთ ნენა დასასრულისკენ. მეგობრებო, მადლობა რომ გვიყურებდით, კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით შემდეგ კვირას. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. გამოგვიწერეთ მეგობრებო, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას, მართლა გვჭირდება და ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის. მადლობა თორნიკე, კაი გადაცემა გამოგვიძეთ, ცოტა ემოციურიც. მომავალ შეხვედრამდე მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის მადლობა.